ხარაგაულში მოსახლეობა ხე-ტყის გადამამუშავებელ კომპანიას ტყის უკანონო ჭრაში ადანაშაულებს. ადგილობრივები ეკოლოგიურ ცვლილებებზე საუბრობენ და T-Forest-ის წარმომადგენლებს ჯანსაღი ხეების განადგურებაში სდებენ ბრალს. თუმცა ბრალდებები უსაფუძვლოა ლიცენზიატი კომპანიისთვის. დაინტერესდება თუ არა საკითხით გარემოს დაცვის სამინისტრო დეტალები ჩვენს რეპორტაჟში. ბაღნარი იყო მართლა გაკეთებული, ედემის ბაღი ვითქონა მართლა. კაკლის ხეივნები იყო და მალინა და მარწყვი და ეს არის ორი ოჯახის ტერიტორია. ხარაგაულის სოფელ ხევის მოსახლეობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარე გარემოს ცვლილებებს ახლომდებარე ტყის ჩახვას უკავშირებს. ხარაგაულელები ამბობენ, რომ მიწის ეროზიის პროცესი მას შემდეგ განვითარდა, რაც ტყის მასივის სანიტარული ჭრა კომპანია T-Forest-მა დაიწყო. წაბლია, მარტო გულია ნახე, მარტო გული. საღი, არანაირი დაჭიანებული, არანაირი გაფუჭებული. მე ვერ ხვდები ეს ახლატოყრია. ფაქტიურად გზები, რომლებიც მთებში იჭრება, ხდება წყალშემკრები არხები რა და მოდის ღვარცოფები, იწვევს მდინარის სწრაფად ადიდებას და შედეგები სახეზეა. ის შეხვის შედეგები ეშვილო ზუსტად ის ვეღარ დაიკავა ამ გაჩეხილმატყი, რამოდენა ნიაღვრები წამოვიდა. მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ წაბლის ხეების ჭრამ შესაძლოა მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გააუქმოს. სოფლის ძირითადი საქმიანობა მეფუტკრეობაა. ხი აღარ არის, რომელმაც წყალი უნდა შეაკავოს ჩვენ უღელტეხილზე. ფუტკარი აღარ არის, რომელმაც ყვავილი უნდა გაამტვერიანოს და სცენარეები უნდა გაამრავლოს. როგორი ხეების მოჭრა დაგევალათ? ჯამრთელი ხეების განადგურებული თუ აი როგორი ხეების მოჭრა გაქვთ დავალებული? განადგურებული ხეების მოჭრა. ეს ხეები წაბლის ხე და ასე შემდეგ განადგურებულია, არ ვარგე ესა. ლიცენზიატი კომპანიის დირექტორი ჯანსაღი ხეების მოჭრის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ლიცენზია სანიტარული ჭრის დასრულების შემდეგ ტყის განახლებას ავალდებულებს. მოსახლეობის პრეტენზიებს კი მათთვის ტყით სარგებლობის აკრძალვასთან აკავშირებს. როცა ლიცენზია ეხლა ვეღარ შედიან თქვენს მაგეთო რეალურად აღშფოთებულები. შემო სპეციალური ლიცენზია და აღშფოთებულები ყველა მობედილი ხესჭრი ჯანსაღი ხე იქარასებო ესეთი წაბლი. დააჭერა რაღაცა ის არის მობედილი და შეთანხმებული გარემოს დაცვის სამინისტროსთან რა. ჯანსაღი ვინ მოჭრის ესეთი ის ჯანსაღი შეიძლება იყოს 3%. თუ არ მოჭერი. ის ხელობელი ჯანსაღი ის დაავადება რა. იყო ესეთი სამჯერ შემთხვევა, როცა ხე შეიძლება უგანონოთ მაგ მოსახლეობა ხევის მოსახლეობა რომელიც დაახლოებით 15 კილომეტრს ხოლმე შეიძლება რა. ეს დავიწყეთ ხალხი რომელიც უგანონოთ იბარავათ. ამაზე არის ახსოვებლები მართალია და მიდორ მაგით ცხოვრობენ მალევე. მწვანეთა პარტიის ლიდერი და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე პრობლემას ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემაში ხედავს. ამბობს, რომ ტყეწინა ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ საფრთხის ქვეშ დააყენა. ამისთანა პრობლემები უამრავი წარმოიშვა საქართველოში სხვადასხვა რეგიონებში. სწორედ ტყეების აი ესე ბარბაროსული გაჩეხის შედეგად ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში. ამიტომ ეს არის დაუშვებელი. ის ტყეები ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და იქ ალბათ ლიცენზიების გაცემა საერთოდ უნდა შეწყდეს. ლიცენზიის გაცემა გარემოს დაცვის სამინისტროში უკვე შეწყვეტილია. სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტი ტყით სარგებლობის კანონიერების შესწავლას რამდენიმე კვირაში გეგმავს. სწორად ხდება თუ არა სარგებლობა ტყის რესურსებით, ამას უახლოეს მომავალში დაადგენს კომისია, სპეციალური კომისია, რომელიც წავა ადგილზე შეისწავლის არსებულ სიტუაციას. შესწავლილი იქნება როგორ არის გამოყოფილი ტყე-კაფები და როგორ ხდება ზოგადად ლიცენზიის პირობების შესრულება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონმდებლობა რამდენიმე რეგულაციას ითვალისწინებს. ჯარიმა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ან ლიცენზიის გაუქმება. დადგება თუ არა ლიცენზიატი პასუხისმგებლობის დაკისრების საფრთხის ქვეშ, ზედამხედველობის დეპარტამენტის კომისია დაადგენს, რომელიც ერთ კვირაში შეიქმნება.